დღეს 1926 წლის 29 მაისის წვიმიანი დღეა. საკალათბურთე პოდკასტი 48 წუთის მეშვიდე ეპიზოდი იწერება. მე ზაზავარ ადეიშვილი სტუდიაში გიორგისთან და საბასთან ერთად ვარ. გამარჯობათ. ქართული კალათბურთის ისტორია, მისი წარმატებები და ის ნიშნული, რომელ ნიშნულზეც დღევანდელ დღეს გავედით, უამრავი ადამიანის დამსახურება, პირველეს ყოვლისა მოთამაშეების, მწვრთნელების, ქართველი მსაჯების, დიახ, საერთაშორისო დონის მსაჯებიც ყავდა. უამრავი ადამიანის, რომელიც კალათბურთს ემსახურება, მის ორგანიზებაში, მენეჯერულ საქმიანობაში, ფედერაციის მართვაში. უამრავი ადამიანი, რომელიც აშუქებს კალათბურთს მედიაში, ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიაში, ანალიტიკოსის როლში, კომენტატორის როლში. მე რაც ჩამოვთვალე, ყველა ეს როლი ესადაგება ადამიანს და ყველა ამ როლში წარმატებული იყო და არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი პაატა გურასპაული. გამარჯობათ ბატონო პაატა. ბატონოს შესავალში ვიტყვი, მე შენობიძე გადავდივართ. თემატიკა და ჩვენი ფორმატი ასე უფრო იხდეს. ახლა დავფიქრდი და მსაჯი ცოტა ზედმეტი მომივიდა, მგონი, მაგრამ ნამსაჯიც გექნებათ თქვენ. მაგასაც უახერხებდით თქვენ მგონი. პირველ ყოვლისა მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ წარმატებები, გისურვოთ სტაბილურობა, გისურვოთ ის, რომ ეს ენთუზიაზმი ყოველთვის შეგენარჩუნებინოთ, რამე თუ კალათბურთი ჩვენი მუშემატკივრებისთვის ერთ-ერთი საყვარლესი სპორტის სახეობაა და მithumetes ესეთი გადაცემები, ესეთი სწორი მიდგომა ყველაფერთან ხელშეუწყობს კალათბურთის განვითარებას და იმ პროცესს, რომელიც თქვენ თქვით, რომ რაღაცა არსებობს თამასა, ჩვენმა კალათბურთმა გაიარა გარკვეული გზა და მიაღწია რაღაც დონეს და ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა, როგორც კალათბურთელები, მსაჯები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, ისე აი ესეთი ჟურნალისტები, რომელმაც უნდა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კალათბურთი როგორი წარმატებულიც არის, უფრო მეტად წარმატებული იყოს. ასე რომ მე წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. ეხლა ისეთი პერიოდია, ზოგადად მაისის ბოლო, კალათბურთის, ყველა კალათბურთის, საშინაო კალათბურთის, ევროპული კალათბურთის, თუ ზეპური NBA-ის კალათბურთის, მთავარი კოლიზიები, პლეი-ოფები, ფინალები, სუპერფინალები, აი ეხლა იმართება და სალაპარაკო უამრავია, მაგრამ როცა პაატა გურასპაული ყავს სტუმრად, ვერ დავიწყებ, ესე ვთქვათ, ამერიკული ბატალიებით თუ ევროპული ბატალიებით, მინდა დავიწყო იმ დღით, როცა 17 წლის პაატა გურასპაული თბილისის დინამოს შემადგენლობაში იმ დიდ კორიფეებთან, კოლია დერიუგინთან, გივი ბიჭიაშვილთან, ნოდარ ქორქიასთან, დელად არსაძესთან ერთად თუ სწორად მახსოვს, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა პირველივე გამოჩენაზე. კი ბატონო, მე ჯერ იმ კითხვაზე გავცემთ პასუხს, მსაჯობაო, ახლა მსაჯობას თუ ჩავთვლით ჩვენ როცა თამაშობთ ხოლმე და რაღაც ამ ბავშვებსაც ვავარჯიშებდი ყოველ პერიოდში ჩემს მეგობართან ერთად. მაშინ მაგას მსაჯობა ოფიციალურ თამაშებში არ ქვია, მაგრამ მართლა მსაჯობის გარდა მე მგონი ყველა ეს ხმაკლატყულიც არ მithქვია როგორ. ხო, გავიარე. რაც შეეხება აი ამ ჩემს და საწყის კარიერას დინამო თბილისში, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, სწორედ 16 წლისა უკვე დინამოში ვიყავ და პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ 17 წლისა ჩავატარე. ჩამოთვალეთ თქვენს, ჩამოთვალეთ ყველა, ამას დავამატოთ სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან დავგზავნეთ მაგანად ზურაბ გზელიძე და კიდე იყო ივრაპულოვსკი, კიდე იყო ლევან ჩხიკვაძე, ამთავრებდა. ანუ ლევანს და იურას მოუსწარ. თამაზ ჩიხლაძე და ასე შემდეგ მეც არ ვინმე. საკო წასული იყო. არა, საკოს დამებებული იყო და მიშასთან ერთად მომიწია არა თამაში, მაგრამ რამდენიმე ვარჯიში. ასე რომ ჩემთვის
არახელშესახები ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემთვის ლეგენდები და მე ესე გამიღიმა და ისე მოხდა, რომ სწორედ მათთან დავიწყე მე საკალათბურთო ჩემი კარიერა დინამო თბილისში. ეს ყველაფერი რამდენი დრო გასულა, მაგრამ თითქოს ხო ბევრი დრო გავიდა, მაგრამ თითქოს გუშინ თუ არა გუშინ ძნელი დღე იყო და ძალიან ესეთი მოგონებაა ჩემთვისაც, ძალიან ბედნიერი წლები, ყველანაირად ბედნიერი წლები და ეხლა გამაჯრია ამ ყველაფრის გახსენებას. ეგრე იყო. ბედის გაღიმება ახსენა პაატამ და აი ეს თბილისური ბედის გაღიმებასთან ერთად და ჩვენს საკულტო კლუბში თამაშთან ერთად პაატა ალბათ დამეთანხმება, რომ არანაკლები ბედის გაღიმება იყო ის, რომ ეს 17 წლის ბიჭი საბჭოთა კავშირის, მაშინდელი საბჭოთა იმპერიის ჭაბუკთა ნაკრებში მოხვდა და იმ თაობასთან, ამ თაობაზე საუბარზე კიდე შევჩერდები, იმ თაობასთან ერთად მოუწია თამაში, სახელებს ჩამოვთვლი ალბათ და თმები ყალზე დაუდგება კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს. მარტო სახელებს მე ჩამოვთვლი. ხო, აბა? ჯობია. კი ბატონო. კი ბატონო. ზანეთ? ეს რაც თქვენ ზანეთ და ჭაბუკთა ნაკრების ეს არის მართლა ის ოქროს თაობა, ჩვენ ვეძახდით ოქროს თაობას, ჩვენი თაობა, წინა თაობას, როცა ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და სწორედ ჩემი თაობა გახდა ის სეულში, რომლებიც მოიგეს. ხუთივე ხუთეულში მოთამაშე, ტიცოკიც, შარონას მარშილონისიც, ვალერა ტიხანენკოს, საშა ვოლკოვიცა და არვიდა საბონისიც იყვნენ ჩემი უბრალოდ ჩემი არა მე ვიყავი მათი გუნდის და ერთი გუნდის წევრი, რომელთაც 63-იან 4-იანი. არვიდა საბონისი, თით საბონისი არის. ხო, საბონისიც რაც. ისინი ნაკლები კი არ იყვნენ, ბიჭებო, ვოლკოვი, ტიხანენკო. კიდე იყო იქ მიგლინექსი. ივარს მიგლინექსი იყო, კი ბატონო, ხოსე ბირუკოვი. ხოსე აღარ იყო ჩვენი ნაკრების კაპიტანი, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში სწორედ მახსოვს 84-ში უკვე მისი დედა იყო ესპანური, ამოსული წითელი ჯვრის ეგიდით და შემდეგ ხოსე ასე თქვა თავის რეალში გადავიდა და უკვე ესპანეთის ნაკრებში. ასე რომ ხოსე აღარ იყო სეულის ოლიმპიადაზე, თუმცა ესპანეთში რეალის კაპიტანი იყო ესპანეთის ნაკრებში. მაგრამ თქვენთან ნაკრებში იყო მე მგონი. ჩვენ არათუ ნაკრებში ვიყავით. კაპიტანი იყო. ჩვენი იმის გარდა რომ ჩვენ ერთად ვიყავით ნაკრებში, ხოსე დღესაც ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, ყველაზე ახლო იმ გაგებით რომ ისე ინება განგებამ რომ პირველი ჩვენი შეხვედრა მოხდა, ესეც საინტერესო ისტორიაა და თუ გვაძლევს ფორმა. მაგ ისტორიებისა ბატონო პირველი ჩვენი ასე ვთქვათ შეკრება მოხდა ტალინში და იქ შევიკრიბეთ სამიანები და ოთხიანები არავინ არავის არ ვიცნობთ და ყველა პირველი გასწრობა ყველას მაშინ ჩვენთან ერთად ბესორი პატილიანიც იყო და ხდება ესე რომ დაგვაწესეს ყოველ დღე არის ორი მორიგი რომლებმაც უნდა გააღვიძონ ყველა ანუ არასასიამოვნო ის არის უნდა აალაგო ბიჭები რომ ისაუზმებენ თუ ისადილებენ თუ ივახშმებენ ну მოკლედ ცოტა ისეთია რომ ძალიან რუტინული მაგრამ არასასიამოვნო რაღაცა ესეთი მაგრამ ეთქვა საჭირო იყო და წინა დღეს დაფაზე გვიკრავდნენ ამ იმას მორიგეულის ცხლოს და ორ რიცხვში ორ თებერვალს ანუ წინა დღეს ჩვენ ჩემი დაბადების დღეს ამოდივართ ნავარჯიშები კიბეებზე და ხედავ ეს ბიჭები უკვე ვიცნობთ 2-3 დღეა გასული და ხოსე ბირუკოვი, ну, რაღაც უკამაყოფილო სახით, ასე ვთქვათ, იგინება, ну, ესე ბჭყალებში და ძალიან დანერვიულებულია. აი, მომეთქი ხოსე ვეკითხები და აი, ხვალეო ის არის რა და შევხედე, ხედავთ ერია ბირუკოვი და გურასპაული. ხო, ანუ მორიგეები ვართ რა. ხო და აი, ხვალე მორიგე ვარ რა და. მე მე მაგალითად ნერვიულო შენ რა გაქვს ანერვიულო, მე მეც მორიგი ვარ და საკუთარ დაბადების დღეზე და როგორ ჩემი დაბადების დღე არის ხვალეო და ჩემიც არის მეთქი და აღმოჩნდა რომ ერთ დღეს, ერთ წელს, ერთ თვეს და ერთ დღეს ავარ დაბადებული და ხოსე და დღესაც მჯერა რომ ამ ცნელებმა
ჩვენი პასპორტები მათ ჰქონდათ რა, ჩაიხედეს და ალბათ რაღაცა ისეთის გააკეთეს, რომ ერთად გვემორიგება თან დასვენების დღეს ყველაზე ცუდი ეგ იყო, რომ დასვენების დღე მოუწია და აი ამ დღეს არ საჩუქარი გაგიკეთეს. საჩუქარი რუსული საჩუქარია. აი ესე მოხდა. რომელიც კარა, ეს ასაკობრივი ნაკრები. ჩვენი დამეგობრება და იმის შემდეგ და ესაც აი სამი დღის უკან კიდევ მქონდა საუბარი მასთანაც საბონისთანაც და ჩვენ მეგობრობა. ახლა დღესაც კალათბურთში არის, რაც საქმეა. ეს არ არის კალათბურთში, იყო ტელევიზიის სფეროში, მაგრამ ეხლა მანდაც რაღაც პაუზა აიღო და არის დაგულშემატკივრის სტატუსიც არის, იქ არის თამაშებზე უგურებთ ხოლმე და ინახავთ რომ ცოტა უეჭარ არა. ძალიან სიმპათიური ისე იქ მიდის ხოლმე თამაშებზე და გულშემატკივრებს, რათა შორის ძალიან აფასებენ მადრიდში, კაპიტნად ყველა არ აირჩევდნენ მადრიდის რეალის, იყო ეს ნაკრებშიც და სწორედ საბონისთან ერთად უხდებოდა მას იმ მადრიდის რეალის ღირსების დაცვა, სადაც ისინი ერთად გამოდიოდნენ. ვალერი ციხანენკო, საშა ვოლკოვი, ეს ყველა ეს ოლიმპიური ჩემპიონები და სწორედ ამასთან მივდივარ 88 წელს სეულის ოლიმპიადის ფინალში, როცა ფინალური მატჩი იწყებოდა, ჩემი ოჯახის წევრებს და ბავშვები პატარები იყვნენ, ვთხოვე რომ ხელი არ შეეშალა და 2 საათი ჩავიკეტე, ასე ვთქვათ, მახსოვს კიდევაც კოჯორში ჩავიკეტე და უყურებდი და დაწყებულზეც კი წრევლები მომანგა სიხარულისგან, იმიტომ რომ ხედავდი რომ 5 ჩემი მეგობარი იწყებდა, იქ იყო ჩემი სევდანარევი ისიც რომ თუ ყველაფერი ისე შეიძლება მომხდარიყო რომ მეც ყოფილიყავი, მაგრამ ეს არ ძალავდა, იმიტომ რომ ჩემი ფიქრები იყო რომ ოღონდ როგორმე მოეგოდი და შემდეგ უკვე მათი მოგების შემდეგ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და სწორედ აქ მივიღეთ ის ოქროს. იმ სევდანარევი რაღაც განწყობის თავარი მიზეზი ალბათ ის ტრავმები იყო, რომელიც რაღაც ისე ტრავმები ნაკლებად ქართველური მე არასდროს არ მალავრო, ყველა ადამიანი თვითონ შეცდა ის ბედს და ყველა ადამიანი თვითონ არის შემოქმედი, არავის არ უნდა დააბრალოს შენი წარმატება თუ წარუმატებლობა, მით უმეტეს წარუმატებლობა, თუ ამას წარუმატებლობა ჩავთვლით, ცოტა ისე ხდება, რომ 21 წლის ამ კალათბურთს თავი დავანებე, მე კალათბურთს გულისხმობ დინამო თბილისს და არა ვთქვათ იმას, რაც ახალგაზრდა მიცის საქართველოს პირველობაზე, რომ ეს უკვე ცოტა სხვა დონე იყო. არ ვაკნინებ, მაგრამ საბჭოთა კავშირის პირველობა ცოტა სხვა იყო და დინამოში თამაში. 21 წლის ამ უკვე დინამოდან მოხდა ესე სუბიექტური, ობიექტური მიზეზების გამო, რომ წარმოვედი და სწორედ ამ პერიოდში ვიყავი საბჭოთა კავშირის იმ ნაკრებში, ვიყავი დიდი ნაკრების კანდიდატის დასახელებული და ერთადერთი ადამიანის ბრალია, ვინც ეს ვერ გააკეთა, ეს არის პატაგურის პრობლემა. მეტი არავინ გავაკელი ის, რაც არ უნდა დამეკლო, გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ქვეყანა არ დამიქცევინა, მაგრამ როგორც ვიყავი რაც გარკვეული პერიოდი ისე არ გავაგზავნე. არც ვარჯიში, არც რეჟიმი, ასე შემდეგ და ყველაფერმა ერთად მოიტანა ის რო ეს. ასე რომ მე არავის არ ვაბრალებ, თუმცა კი ჩემს გარშემო მყოფები, ჩემი მეგობრები ეძებენ რაღაც მიზეზებს სხვებში. იყო დამხმარე რაღაც ფაქტორები, მაგრამ თავი დამნაშავე. ეს დავაპირე გვერდზე გადამეტანა და აი ეხლა აი ჭაბუკი და ბავშვი კალათბურთელების საყურადღებოდ ამ პატარა მონოლოგს თუ თქვენი კარიერის სახარებად გაიხდით, გამოგადგებათ. ეხლა ისევ იმ თემას გავუყვები, თაობის თემას რა. ესე იგი, ასტროლოგიასთან არ ვარ ისე დამეგობრებული და არც ესე ვთქვათ ჩახედული მაგ საქმეში, მაგრამ აი ის რო ყავს ცაგარელი ჩვენი გადასარევი კაცი, ხო. იმან როიცის იუპიტერის იმაში რო ეტლი შევიდა 1963 და 4 წელს იუპიტერის ირგვლივ ტრიალებდა კალათბურთის ეტლი ალბათ და ეს თაობა ხო დასახელდა ეხლა პატამ დაასახელა ამ დროს ბალკანეთზე იბადება დრაჟენ პეტროვიჩი ჩემო ბატონო ოკეანის გაღმა 1963 წლის იანვარ-თებერვალში დაიბადა მაიკლ ჯორდანი სერ ჩარლზ ბარკლი, კარლ მელოუნი და ჰაკიმ ოლაუჯონი. 63-იანებია კრის მულინი,
კლაიდ დრექსლერი, ერთი წლით უფროსები არიან, პატრიკ იუინგი. ბარკლი თქვით? ბარკლი 63-იანი, ასევე იანურისა, სადღაც დღეებშია სხვაობა და მართლა არის რაღაცა, ეთყობა ვარსკვლავებმა განაპირობა, რომ დედამიწაზე დაიბადა ამდენი ვარსკვლავი, რომლებმაც კალათბურთი შეცვალეს მართლა და აი ძალიან მაღალ რეგისტრში აიყვანეს. ეს სინამდვილეა და ასეა რა. ხა არის საგერილი რო იყოს გესპოდა. ხო, რაღაცას უფრო ჩაახურჭებდა. სობდა და როუსმენ შემდეგი სტუმარი საგარელი იქნება. ხო, მაგრამ ამდენი ასეთი თაობა და გეგულება. ძალიან როგორც იცი როგორ არის და როგორც არ მხოლოდ სოფლიოში ეს ყველაფერი ხდება თაობები მოდიან არა ყოველდღეს. და ჩვენი თაობა იყო ერთ-ერთი გამორჩეული თაობა საქართველოს. ხო, ერთი კალათბურთელი შეიძლება ყოველ წელს გამოჩნდეს ვარსკვლავი, მაგრამ თაობას აი 63-იანების გარეშემო შეიკრიბა. ისე როგორც 59-იანების გარეშემო შეიკრიბა კოლა დევიგინის, როლანდ გარბაჩოვას, ერთი ბებებმა ყველა გაანათლოს ეხა შალვა სინჯარაძის და იქ ბევრნი იყვნენ ბიჭები 59-ის ასე ვთქვათ თაობა. მერე ჩვენი თაობა წამოვიდა, მერე 69-70-იანების თაობა წამოვიდა, ქართველიშვილი, კოტრიკაძე, ახალედიანი, კი იყვნენ. მართვის გაზდილი მართვის და თამაზის გაზდილი ბიჭები. მერე იყო უკვე ვატონაშვილის თაობა წამოვიდა, ხოშტარა და ბიჭები აჩიკო და ვინც იყვნენ ტურაშვილი, ამროსი ხო და ხა ვინმე არ გამომშეს. მერე იყო 86-იანების უმაგრესი ზუსტად ანუჩარის თაობა, მაგრამ რაც შეეხება იმ სოფლიო მართლა ესე იგი თქვენ არ გიხსენებია დრაჟენ პეტროვიჩი 63-იანი ისიც მაგთაობის წარმომადგენელი იყო იქ ყველაფერს თავი დავნებოთ ჯორდანიდან დავიწყეთ ხო ეს ყველაფერი და იყო მართლა ეს რაღაცა განსაკუთრებული რაღაც ესეც საკალათბურთო პერიოდი მე ყოველთვის ვამაყობ რომ სწორედ ჩემი თაობაა რომ ალბათ რომ თქვა რომ აი წლების მიხედვითაც რომ დაყო თქვა სპეციალისტები რომ დაждენ ნუ რომელი წელი არის ან რომელი თაობაა ყველაზე ნუ ეჭგარეშია რომ ეს 63-ის გარეშემო აქეთ იქით თქვა იქვე იქვე სტოქტონი ერთი წლით დიდია და ნუ აი კარმელოუნიც 63-იანი ბარკლის იუინგის ესენი ყველა სამიანები არიან მაგრამ ნუ აი მართლა მოხდა ესე რომ მართლა იმ პერიოდში შეიძლება რაღაცა ხდებოდა შემდეგ ხონა დაბადი აღიხსნას როგორ და რა ხდება ეხლა რა მინდა ესე იგი ისე ვიქავარ ჯერ ვერ ვეშვები ჩემს ბავშვობას და სიჭაბუკეს პაატასთან ერთად მეც დავბრუნდი იმ ახალგაზრდობაში როცა ბავშვი სანდრედიაში ტელევიზორს ვიყავი მიჩერებული და სტუდენტობის ასაკში ვერისბახში და სპორტის სასახლესთან ვათენებდი ვაღამებდი ახალგაზრდებმა ალბათ ან იციან ან არ იციან ადრე კალათბურთი ის საბჭოთა კალათბურთი ტურებად ტარდებოდა და ტური იყო როგორ იცი 12 გუნდიანი ლიგა ორად იყოფოდა 6 გუნდი თქვათ მიდიოდა კაუნასში სათამაშოდ 6 თბილისში ნუ მე ლენინგრადში მოსკოვში და აქ სამი თამაში ისეთები მოდი სტროიტელი ჟალგირისი დინამო მინსკის და ნაკრებებია რა ჩამოსული და იწყება 2 საათზე და ნუ ჩვენი თამაში მოლოა სულ და ანუ აღებული მქონდა გადამცხოვრდებოდი ვერისბახში და უყურებდი ამას უფრო მეტად სპორტის სასახლეში უფრო მეტად სპორტის სასახლეში რასაკვირველია დასამახსოვრებელი რაღაც საოცარი დრამატურგიის თამაშები იყო მაგრამ ეხლა მე გამოვარდებ მაგის ძალიან შორს წავიყვანს იყო ერთი კარგი სეზონი გონი ბრინჯაოთი დავამთავრეთ და მეორე წელს გავდივართ ევროპულ თასზე არა ჩემპიონთა თასზე გონი ყორაჩის თასზე ვართ ოლიმპიაკოსთან თამაში რომ მოგვიწია ხო მე არ ვიყავი უკვე მაშინ გუნდში მაგრამ ახლა პერიოდი მაშინ იყო უცხოელების ყავდა უკვე ხო უცხოელები არ კაპუსტინს და ამას თუ დავარქვეთ ხო პრინციპში უცხოელები არა იყო ახლა კაპუსტინი იყო მაშინ ნიკო ჩერკეზიშვილის თამაშობდა გიასანაძე იყო გელა იყო დარსაძე მე უკვე არ ვიყავი გუნდში თამაშული ვიყავ და ეგ იყო თან წარმოუდგენელი იყო თუ სწორად მახსოვს აქ 23 თუ 2 წავაგეთ და იქ შანსი ჰქონდა რომ მოგვიგო უფრო მეტით და რონი ნიკუშა იდგა ბოლოს საჯარიმოს ბოლო ბურთი თუ რაღაც ესეთი მოხდა რომ ის ბოლო ბურთი რომ ჩავარდნილიყო ჩვენ ჯობნიდი საჯარიმო ხარ მე როგორც ვიცი მაშინ სად იყო ინტერნეტი და სად იყო ამის გაშუქება ტელევიზიამაც კი სადღაც მეორე თუ მესამე დღეს
გვამცნო რომ ესე მოხდა. სახში წაგებული 22 ქულიანი თამაშის შემდეგ 21 ქულა მოვიგეთ პირეოში ოლიმპიაკოსთან. ეგეთი გრანდი მაშინ კი არ იყო, მაგრამ გიჟი ბერძნები მაშინ არ იყო ისეთი გრანდი, იმიტომ რომ მაშინ ჯერ არ ქონდა დაწყებული ის მოგებები, რაც ხო ის გარსის ეპოქა მერე ჩაირთო. ასე რომ მაშინ მაგრამ იანაკისი თამაშობდა მახსოვს და ორი ამერიკელი და აქ ლექა მოგვიგეს, იქ არაფერს ველოდებოდით და როგორც პაატამ თქვა 22 ქულიანი წაგების შემდეგ 21 ქულით მოუგეთ და რომ გადმოცემით ვიცი ბიჭებისგან რომ 3 თუ 4 წამით ადრე ნიკო ჩერქეზიშვილზე დაჯარიმდნენ და ორივე თუ 3 საჯარიმო იყო ეგენი არ მახსოვს ზეპირად მაგრამ ნიკო რო თამაშობდა მახსოვს კარგადაც ითამაშეს მაგრად თამაშია ისიც ვიცი რომ ბოლო წამზე იყო ის გადამწყვეტი მომენტი ხა საჯარიმო იყო თუ სროლა იყო არ მახსოვს მაგრამ აი ბოლო წამზე ერთმა აცილებულმა ბუთმა ჩვენ ვერ მოგვეგვინა საერთო ჯამში ეგ მახსოვს ნამდვილად აი ხლა ბოლომდე ვერ მოვიოხეთ რა საკვირველია გული მაგრამ ეს 48 წუთი მარტო აბრად არ კიდია ეს არის ქრონომეტრაჟი ჩვენი გადაცემის და ამიტომ იმ კოლიზიებს რომელიც ახლა ვითარდება საკალათბურთო არენებზე უნდა დაუბრუნდეთ და მოდი ამერიკით დავიწყოთ მაინც იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიუხედავად იმისა ქართველები ვართ და ჩვენი რასაკვირველია ყველაზე მეტად ტკივა გვაინტერესებს შეიძლება ევროლიგაც ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ყველაზე დიდი კალათბურთი სადაც არის იქედან დავიწყოთ ბატონო პაატა ხოლმე ჩვენ მაინც შეგახსენებთ ბატონო პაატა სად გავუჩერდით წინაკვირაში გავუჩერდით კონფერენციის ფინალებამდე ვართ მისული მაგრამ სულ 1-2 თამაში ჯერ არ ქონდა ნიქს დახურული სერია, ანუ ბოლო 2 თამაში ქონდა დარჩენილი სახლში სათამაშო და ესე ასევე უკანასკნელი ვერ ეკნებოდა ხო ჯერ ეხლა არ აქვს. იბადო შუაში ვიყავით. მე გეთანხმებით იმაში რომ მართლაც ალბათ ყველაზე ალბათ არა ასაკვირველია ყველაზე მაგარი კალათბურთის სწორედ ამერიკაშია. თუმცა მანდ მე გავაკეთებდი ესე დიფერენციას იმას რომ მე პირადად ევროლიგის მატჩებს რეგულარულად გულისხმობ NBA-ს უფრო მეტ პატივს ვცემ ვიდრე ამერიკის ნაციონალური ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატს ყოფნა არის რეგულარული ჩემპიონატი და პლეიოფი. ხო ის რომ ევროლიგა ძალიან მაგარია ეგ ცალკეა მაგრამ NBA რასაკვირველი არის უმაღლესი დონე თუმცა პლეიოფის სხვა განზომილებაა და რეგულარული აბსოლუტურად მით უმეტეს რეგულარულის ბოლო ფაზები უბრალოდ ხანდახან არც უყურებ და ესე ხუმრობ ხოლმე ჩემ მეგობრებთან როცა მიმყავს მაშინაც კი არ უყურებ მე ეს ხო ზოგჯერ სულიად უმოტივაციო გუნდების და რაც შეეხება ახლა თქვენს მიერ ამ ფინალებს ჩემთვის ძალიან გასაკვირი არა, მაგრამ სასიამოვნო იყო და გასაკვირიც იყო ნიუ-იორკის ესეთი წარმატება. ატლანტასთან ესე გაუჭირდა ქვია, მაგრამ მაინც მოუგო პირველ წრეში, ხო, პირველ ეტაპზე და შემდეგ 2-4-0 საწერია, ხო? ანუ 2-1 აგებდა ატლანტასთან და ჩართო მე უფრო მეტად რას დააბრალებდით ამას აი არაფერი იმიტომ რომ არა ნორმალურად მომგულები და მოტივირებულები არიან ბოლო მათი ფინალი იყო პატრიკ ივინგის და ოლაი ჯონის დაპირისპირება 95-ში როცა გონიქსმა ბოლო მათი გამარჯვება სულ 2 აქდა მაგის და ანადვილია 70 და 73 წელს ვილის რიდის დროს 2 ჩემპიონობა სხვათა შორის ვილის რიდთან ერთად იყო იქ ფილ ჯექსონი ორივე ჯერ სულელი მე ჩიკაგოს ორივე ის მოთამაშის ორივე მედალი ათუ ბეჭედი სწორედ მაკედანაა სულ 13 აქვს ხო 11 და 2 როგორც მოთამაშეს და ძალიან ფრეიზერი და ძალიან სერიოზული იმის შემდეგ ეს მეგაპოლისი არის ასე ვთქვათ ნატრობს არათუ მოგებას ფინალის კი ამ საუკუნეში არ ქონია ასე რომ ეს ყველაფერი მუშაობს იმიტომ რომ თვითონ სისტემა თვითონ ის ნიუ-იორკის ნიქსის მენეჯმენტი მუშაობს ძალიან კარგად და ეს ყველაფერი ის გაცვლაც რომელიც მოხდა და თაუნსი გაცვალეს
ეს ყველაფერი ეს ტრეიდები, სწორედ ამას უკავშირდება მათ უნდა ძალიან მოგება. ერთადერთი რაც მე მაფიქრებს, რომ ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს ნიქს და ამას შეიძლება საბოლოო ჯამში იქონიოს, რადგანაც ნიქსი უკვე გასულია და ჩვენ თქვით რომ 4-0 და 4-0 მოიგო ორი სერია, ხო? ნახევარფინალი კონფერენციის და ფინალი კონფერენციის, ну ცალფარა იყო, მოდი ესე ვთქვათ, როგორც ერთთან ისე მეორე გუნდთან. ერთი თამაშის გარდა ქულაშიც არ ყოფილა თამაში. შენ მეგობრები და მე ხშირად ვამბობთ, რომ ну ბოსტონის ის რაღაც კოლაფსი რო არ მოსვლოდა იმ თამაში, არ ვიცი როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, ну წარმოუდგენელი იყო ფილადელფია სადეწერას დალეცილ დაგლეჯილ ტრაუმირებულ სისტემა გუნდი წარმოუდგენელი სერია მოუგო ხო ბოსტონს ამას ვინი ხო არავინ მარიკ თორე ყველა ველოდებოდით ნიუ-იორკისა და ბოსტონის სწორედ ბოსტონის ფინალს და იქით რაც იქნება ის უნდა ყოფილიყო ეგ იკითხებოდა ეს არ არის ხა სოლომონ მზენის აუცილებელი ჭკუა რომ ამას მიხვედრილიყო იმდენად იყო განსხვავება ოკლაჰომა, სან-ანტონიოს და სხვებს შორის და იმდენად იყო განსხვავება ბოსტონსა და ნიუ-იორკსა და სხვებს შორის. თუმცა იქ კლივლენდი. ანუ დეტროიტს თქვენც არ twit როგორც ვხვდი, არც ჩვენ არ არის მზად და არ იყო დეტროიტი იმისთვის რომ ის რაც გააკეთა რეგულარულად საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენ. ის რეგულარული სინდრომით გააკეთა ალბათ. არა მხოლოდ საპლეიოფო გუნდი არ იყო. მათ არ ყოფნიდათ გამოცდილება, არ იყო არც დურანი, არც კანინგემიც კი არ იყო იმისთვის მზად რომ ესეთი მარათონებისთვის გაეძლო. ისინი მოემზადებიან მეორე წელს რაღაცა კარგ დონეზე გავლენ, მაგრამ არა ის რომ აი კონფერენცია მოიგო. ეხლა ბრანსონი იქ ვინც არიან მის გარშემო, არა მარტო ბრანსონი, აქ ჰარტი რომელიც წარმოუდგენელ სამუშაოზე მიკალ ბრიჯის საერთოდ თემა. ანუნოვი ვინც არიან, მაგრამ ის მოკლე სათადარიგოთა სკამი მათ შეიძლება აი ამან გარკვეული წილი იმოს. განსაკუთრებით ოკლაჰომასნაირ გუნდთან, რომელიც 12 კაცი ოკლაჰომასნაირ გუნდთან, გინდა სან-ანტონიოსთან. თუნდაც სან-ანტონიოსთან. არც სან-ანტონიოსთან. მაგრამ აქ ერთი რამეა. დახოცეს ერთმანეთი, ხო? იქ ხო, აქ არის ხოცვაშლეთ, ამას ქვია ომი, ამას არ ქვია კალათბურთი, ომი სწორად უნდა გაიგოს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა. იმიტომ რომ თუ თამაშს ადევნებთ თვალყურს და ალბათ ყველა ადევნებთ, ხო? იქ არ არის აი 100 მილიმეტრს არ უთმობენ, და ეგეთი გაცვლა საერთოდ წარმოუდგენელი. ეხლა აიგეთ ნებისმიერ რეგულარული თამაში და შეადარე იმას, რაც ხდება სან-ანტონიოს და ოკლაჰომას. გინ მეოთხე თამაში, გინ ეს დილას რაც მოხდა. ლევანდელფლეებში დაცვები ნახე ხელოვნების დონეზე იყო უკვე ყვანილი. არა მაგრამ გუნდებისგან. ასე რომ თუმცა ამ ომიდან რამდენად დაღლილი შევა ფინალში გინ სან-ანტონიო, გინ ოკლაჰომა. ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნიუ-იორკი ემზადება იმისთვის რომ რაც არ ქონია საუკუნეში იმას უბას ну რა თქმა უნდა ყველა სელებრიტი ყველა ცნობადი სახე იქ მივა და პირველ რიგებს შეავსებენ მედისონ სკვერ გარდენში თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი მაგრამ ასე ვთქვათ ყველანაირი ხელშეწყობა ექნება ცოტა საჯობა ცოტა ლიგიდან შეიძლება საჯობა მე ყველაზე იდეალურ ვარიანტად განვიხილავ პირველი ორი თამაში ნებისმიერ შემთხვევაში არა ნიუ-იორკის მოედანზეა არის გასვლა ინდ ოკლაჰომა გავიდეს გინ სან-ანტონიო აი ყველაზე კარგი სცენარი ჩემთვის იქნება ორიდან ერთი თამაში წამოიღოს ნიუ-იორკმა და აი შემდეგ ვნახოთ რა მოხდება უკვე მედისონ სკვერ გარდენში ასე რომ მე ვფიქრობ რომ თავს ხო არ გულშემატკივრობთ კიდეც ნიუ-იორკს იცი რა არის მე ისე არ ამ გამოჩემებული რომ გამიხარდება ნიუ-იორკმა რომ მოიგოს ძალიან გაუჭირდება და თუ მაინდა-მაინც დამაძალებთ მე ვიტყვი რომ ნიუ-იორკს შანსი ნაკლებად აქვს ან არა აქვს ნაკლებად აქვს ვიდრე იგივე ოკლაჰომას ან იგივე სან-ანტონიოს მაგრამ ის დაღლის ფაქტორის ნაუმარი გუნდი აქედან დასვენებული გუნდი შეიძლება პირიქითაც აღმოჩნდეს ეს დასვენება უარყოფითად აისახოს რიტმიდან ამოვარდნა ოკლაჰომას გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს აქ ეხა მიჩელი არ არის ჯეილენ ვილიამსი დღეს იყო მაგრამ ყოფნა არ ყოფნა ხო და ასე რომ აისახა შედეგზე ფაქტია დასაკვირველია ხა მესამე მეოთხეში თამაში დაუმთავრდა კი ყველაზე მეტად ოკლაჰომა არ იმჩნევდა საკადრო პრობლემებს მაგრამ მაინც ეხლა მიჩელ რობინსონი დაიტრა
ხო, ეგ არ არის სასიამოვნო და რამდენი ხნით შეიძლება ვაფშე არის საერთოდ საერთოდ არ იყოს გასაგებია. ეგ სერიოზული თუმცა მოდი ერთი ვთქვათ. მე რობინსონს როგორც დადებით ისე მქონდა ახლა იმდენ ბურცხსნის მეტოქის კალანძე და იმდენ საკუთარ კალანძე და ცველია, მაგრამ მას ის ჰქონდა რაღაცეები საერთოდ ჯარი მას ცნება არ არსებობს მისთვის აგურებს ესწრის, ხო? და ეს მომენტი შეიძლება სპანიად გამოიყენება. ეგრე მოდი ვთქვათ, რაც არ უნდა გამომჯობინდეს ჯეილენ უილიამსი ჯერ ფორმაში არ არის, იქ მიჩელი ფორმაში არ არის. კი, ვემბანიამას ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, თუ სპერსი შემოვიდა სუპერფინალში, ძალიან საჭირო იქნებოდა. X ფაქტორი იქნებოდა მაგ ხრივ, რომ X ფაქტორი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა. ვემბისთან ჭიდაობის ამბავს. თუ ვინმე დაუდგება ვემბის ფარზე, ერთი მიჩელო. მოდი მაშინ ესე ვთქვათ, როცა საჭირო იქნება იქ გამოინახება კაცი თუ და უყურებდით თამაშს, კარუზო ედგა და არ უშევდა სამწავნიაში, ხო? კი. რომელიც X ფაქტორი არის სწორედ ოკლაჰომაში. ევანგელი თამაში რომ და მე ვიცახი რომ ისევე როგორც ევროლიგაში ალბათ მივალთ ევროლიგამდე ევროლიგაში არასამართლიანად მიცეს MVP ისევე მე ვფიქრობ რომ ცალკე არის ფინალების MVP და მე არის უკვე ბოლო MVP ხო აი ახლა MVP-ს რო გადაცემენ და შეის თუ გადაცეს თუ მოიგო ოკლაჰომა მე ვფიქრობ რომ იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამართლიანობა იმიტომ რომ დღეს შემიძლია ვთქვა თუ კი ოკლაჰომა მოიგებს კარუზოს საერთოდ რო არ გააკეთოს ქულა მისი დამსახურებაა და ის არის MVP ჯერ საერთოდაც ამ სერიაში რბილად რომ ვთქვა არის ცუდი. იცი რატო AJ მიჩელი რო დატოვებულია მეორე ბოლჰენდლერი არ ყავს შაის და მაგარი ძალიან შვებას აძლევდა ხოლმე კი მაგრამ ჩემი კიდე არის ფაქტორები მან კიდე თავარი ფაქტორი ქესლი თამაშობს არა ამ ქვეყნიურ დაცვას მასზე არაჩვეულებრივ დაცვას და კიდევ რაც თავარი არის და ყველაზე დიდი ფაქტორი ჩემი აზრით რადგანაც არ არის ესეთი ეფექტური შეი არის ვემბანიამა იმიტომ რომ შეის ქულების ნახევარი კი რა თქმა უნდა მაგარი საშუალო აქვს და საჯარიმოებითაც იღებს ქულებს მაგრამ შეის ლეიაფები ანუ შიგნით ორი ნაბიჯები დასრულდა ამ სერიაში და მე 1-2-ის გარდა არ მივხვდი დასრულდა ძალიან შეიზრდა რა შეიზრდა ვემბანიამას იქვა შეიმ რომ მე არ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მაინც შევალო მაგრამ ვერ შევალ ვერ შევიდა ფაქტია ელოდება ასე ვთქვათ ერი შევიდა იქ ხო და ას მის ფეიქები არ აინტერესებს იმას არ ამ მატჩში დაიწყეს ძალიან ჭკვიანურად თამაში და ჰარტენშტაინმაც გაამართლა თავისი უცნაური ფლოუტერი თვალწინაში სამი წელი ჩააგდო ზედიზეთ ხო და აი ესეთ ხრიკებს ეძებენ ერთიც მეორეც იმიტომ რომ სამწამიანი პრაქტიკულად მოკადაკეტილია ხო გამოყავთ მაგრამ ის მაინც იქრჩება და აქ მთელი დუელია ახლა ორივე მსვლელი არის ძალიან კარგი ახალგაზრდა პერსპექტიული თუმცა პერსპექტიული სან ანტონიო შეიძლება ვთქვათ ახლა ის გამოსწილია და ჩემპიონობა ხო მაგრამ ერთმანეთის აი ესე ვთქვათ დუელში არიან რა მოიგონოს იმარა მოიგონოს ამა ხო ანალიზებენ თან ამ განვლილ მატჩებს და გავიგე ყველაფერი იქნებოდა პირველი მატჩი ძალიან მაგარი მაგრამ არაკლი არც დაძაბულობა ამ დილით მე აი ისეთ მოტივირებული გამოვიდა სპერსი მოედანზე და ვემბანიამა ყველა საერთოდ ოკლაჰომა როგორი მოტივირებული აი სასწაული იყო რა ასე რომ მან მე ვფიქრობ ოდნავი უპირატესობა რასაც პირველია მოედნიდან გამომდინარე იქნება ოკლაჰომა და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე რაც მან დააგროვა წინა სეზონში ყველაფერს თავი დავებოთ მოქმედი ჩემპიონია ხო და ოდნავი უპირატესობა მაგრამ გააჩნია როგორ წავა თუ მაინდა-მაინც ну процентებზე ვილაპარაკებ 65-ზე ან 60-40. ფაქტია სან ანტონიო მიცის როგორ მოუგოს ოკლაჰომას მაგას შეგვიძლია რაც მოხდა ამ პლეიოფში რეგულარული ისტორია ვიცი 5 თამაშიდან 4 აქვს მოგებული თან პლუს ერთადერთი ის იყო რა ქვია რეგულარული თამაშები აქვს მოგებული და თასის ფინალში შეხვდნენ მეხუთე ერთმანეთს ხო კი ბატონო ასე რომ სან ანტონიომ როგორ არის ის მაგრამ ეგ ოკლაჰომამაც იცის რომ სან ანტონიო იცის და ამიტომ ოკლაჰომა რაღაცას მოიგო ეს ვიცი რომ შენიციო აი სუპერ თამაში გველის ნამდვილად ძალიან მაგარი თამაში იქნება რომელიც შაბათიდან კვირაზე იმედია ყველა კარგი ხასიათზე ვიქნებით და მე ხარგებულო თქვენი ეთერი ხასიათზე იმიტომ ვიქნებით რომ ვიზეიმებთ კვარაცხელიას კიდევ ერთ ჩემპიონთა თასის გამოგებას და სწორედ მეორე დილას არის უკვე დავტკბებით მე სპარტაშორის ხვიჩა კვარაცხელი არის კალალბურთის დიდი გულშემატკივარი და ხვიჩას სალამი
წარმატებები და როდესაც გახარებული და ბედნიერი ჩამომზადები ხვიჩა საქართველოში გვესტუმრეთ და შეგვიძლია ეს ნატო ხუჩასი არ იქნება ეს ჩვენი ერის გამარჯვება და ჩვენ გვეკუთვნის ნახელა ის მოაკ ბუსტი თუ გადავარდა ხუჩას ნამდვილად სიხარული მაგას ასე რომ დანარჩენი ნიუ-იორკი გავა სან-ანტონიოში პირველი თუ ოკლაჰომაში აუთსაიდერი ეს ძალიან საინტერესო მოკლედ ინერვიულეთ ოკლაჰომას და სან-ანტონიოს აი პირად მაგულშემატკივრებმა დანარჩენებმა პოპკორნი მომიმარაგოთ და უმაგრესი თამაში დავხურავთ NBA-ის თემას რა და გადავალთ ევროლიგაზე ხო სავარაუდოდ მინდა რომ ერთი აი წინა გადაცემაში რაღაც წამოვჭერით ჩვენ თემა რომ თითქოს ვემბანიამას სამწამიანში უკანა ხაზელები ვერ ტვირთავენ იმდენად რამდენადაც შეიძლება მისი გამოყენება ასე ვთქვათ ალეუბზე თუ პიკ-ენ-როლზე რა თითქოს რჩება სულ განცდა რომ სრულდება ზოგჯერ თამაში და 3-4 ჯერ უტევს შიგნიდან აი ასე ვთქვათ პიკ-ენ-როლიდან კაცი და არა და ასევე შეთაბეჭდილება რჩება რომ ყველა დაკიდებული ბურთი სწორად დაკიდებული ბურთი ორი ქულაა ნენდვანია რა და მე ამ დისკუსია მიგვიყვანა იქამდე რომ ვემბანიამას ჭირდება უფრო პასზე ორიენტირებული გამთამაშებელი ვიდრე არის დაუშვათ ფოქსი და მე ამ ყველაფერმა კიდევ იქამდე მიგვიყვანა რომ დავფიქრდით ლიგაში ასეთი გამთამაშებელი აღარ არსებობს თითქმის ანუ ხდებით საერთოდ მიმყავს ანუ მიყავს მაგრამ ეს ეპოქა კრისპოლების ეპოქა ამ ეპოქამ გააქრო აი კლასიკური პასზე ორიენტირებული პლეიმეიკერები და რატომ აი ეს რომ კი არ გა ხო ვემბანიამას ჯერ ვემბანიამაზე გეტყვი ამოვწუროთ კი ბატონო არა მხოლოდ კესლის და თქვათ იგივე ფოქსის მინუსია ის რომ იმდენად ხშირად ვერ აძლევს. დავაკვირდეთ როგორ იჭერენ ვემბანიამას. დავაკვირდეთ როგორ არ უშვებენ სამწამიანში. გავიგე პიკ-ენ-როლის შემდეგ ხშირად არა, მაგრამ არის მომენტები, როცა აუგდებენ და გინდა მარცხენი და გინდა მარჯვენი და გინდა უკრიდან და გინდა აქედან ყველანაირად იმაშება. დღეს ხო ერთი მომენტი აუგდეს და კინაღამ წელში გადატეხეს. სენდვიჩი ისეთ სენდვიჩი გაუკეთეს, რომ ბურთი კი არა იმაზე ფიქრობ და სწორად დაცემულიყო. ანუ მარტო დამცველზე არ არის. გეთანხმებით იმაშიც, რომ არ არის ფოქსი და არც კესლი ისეთი თქვათ როგორიც შევადარო თქვათ აი რო ავიღოთ მარსელინო ვერტასი შერმადინი ხო? კი ბატონო. თქვათ ავიღოთ სოფტონი ან ავიღოთ კრის პოლი თქვენ ახსენეთ ან ავიღოთ რაჟენ რონდო რომელიც ელემენტარულად იყო მხოლოდ იმაზე რომ პასი გაეცა. ჯეისონ კიდი. არ არიან იგივე კიდი, მაგრამ აქ კალადრუთი შეიცვალა და არა მხოლოდ ვის არის რომ ვემბანიამას ესენი პასებს ვერ აძლევენ. ასე იცის ფოქსმაც იცის, კესლმაც იცის, მაგრამ მეჯიკ ჯონსონის შეიძლება ვერ არის, მაგრამ კალადრუთი შეიცვალა ისე და მით უმეტეს ეს როცა დაგეჭილდა გადაანგარიშებული აქ რომ ვისგან ვემბანიამასგან საშიშროება სამწამიანში. ანუ როგორ პიკ-ენ-როლის შემდეგ, ხო? თორე რამდენი ბურთი ვემბანიამას დღეს არასწორად ესროლოდა მით უმეტეს წინა თამაში. რომელიც არ უშვებენ. კარუზო თქვენ არ ვახსენე. კარუზომ იყო მომენტები, როცა არ შეუშვა იქ სამწამიანში. ხან ჩაუჭრა, ხან ჯარიმა აიღო შეგნებულად, ხან აწვება არ უშვებს და მე წარმოვიდგინე. ზოგადად ეს კლასიკური პლეიმეიკერები რამ გააქრო, ანუ რამ არა, ვინ გააქრო გეტყვი. მან გააქრო ეს ყველაფერი. მან შეცვალა კალადბურთი და კალადბურთი გადავიდა სხვა განზომილებაში. სკორინგ პლეიმეიკერებზე, რომლებსაც შეუძლიათ ასევე ფოლკულის. ეხლა რაჟონ რონდო რაც არ უნდა კარგ ფორმაში დააყენო დღეს. არ ვიცი რა, შეიძლება იყოს მესამე გამთამაშებელი რომელიც. იმიტომ რომ მასზე არ წავა ისეთი დაცვა და მე უკვე პლეიმეიკერები გახსნენ დრეიმონდ გრინი და ნიკოლა იოკიჩი. ზოგადად ჩემი აზრით ყველა ხუთივე კალადბურთელზე გადანაწილდა პლეიმეიკინგის. გაჩნია ვინ არის მოედანზე, ეხლა ჯერ ვემბანიამას მაგი არ შეუძლია. ჩვენ ახლა მე ხარ არ ვსაუბრობ სხვებზე და არ სხვებზე ვისაუბრებ და არ ვსაუბრობ გენიოსზე, რომელიც არის კალადბურთის გენიოსი და რომელიც საერთოდ სხვა რაღაცა დახატა იოკიჩზე, ხო? რომელიც პლეიმეიკერიც არის, ისიც არის, ესეც არის ყველაფერი და სოფლიოს ბოლო 5 წლის საუკეთესო მოთამაშეა. ერთნიშნულოვნად საუკეთესო მოთამაშეა. აქ არ არის გავიგე, ეკუთვნოდა მიწეს შარშან იოკიჩას ეკუთვნოდა, წელს ნაკლებად ეკუთვნოდა იოკიჩს. ემბიც? მანთხო ყველა მიწით დასოხდა. მათ არის ლარი ბერდი
იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი სამჯერ მოგებული MVP და უბრალოდ იოკიჩი არ დაუყენეს. ხო, მან ცალსაღად იოკიჩი ეკუთვნოდა ეს. არ დაუყენეს. ის სეზონი MVP-ით უკეთესი იყო. არა, ეს არის ეს მაგრამ ამაზე საუბარი არ არის. ერთადერთი ლარი ბერს გაუკეთეს კომპენსაცია ის რომ ხუთეულიდან ესპიერი მან და კიდე რამდენიმე ამოვაგდო და ლებრონი ჩასვა. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში და ლარი ბერც ასე ვთქვათ ეს მაინც შეუნარჩუნეს რომ ერთადერთი იყოს ვისაც სამჯერ ზედა აქვს MVP მოგებული ხო და თეთრკანიანი და იოკიჩი არ დაუყენეს გვერდში. ხო და ეხლა რო დაუბრუნდეთ იმ თემას არის რომ ესეთი კალათბურთი მოვიდა. თქვენ ვერ დაიჯერებთ რომ არა როგორ ვერ დაიჯერებთ მაგრამ იყო მომენტი როცა თამაშები თავდებოდა 80 წლებში 3-4 სამგუნიანი სროლი. კი, ცხადია. ხო? და იყო ყველაფერი გადატანილი პატრიკ ივინგზე, ჰაკიმ ოლაიჯი. მაღლების იყო და შემდეგ იხსნებოდა ყველაფერი. რობინსონ დანკანის გამთავრებელს ჰქონდათ ის ფუნქცია რომ მოემარაგებინათ უბრალოდ ორი ცენტრის შემდეგ უკვე ლარი ბერდმა და მეჯიკ ჯონსონმა ცოტა სხვანაირი შესწორებები შეიტანეს და მოიტანეს ის ოქროს ხანა, რაც 80-იანი წლების მთლიანად ბოლომდე მათი იყო ეს ყველაფერი, მერე გამოჩნდა ის და იმან საერთოდ ბრილიანტებით გააკეთა ეს ყველაფერი. ხო. და აი იქ უკვე იწყება მერე უკვე აგრძელებენ მის გზას, იქ კობი ბრაიანტი, იქ ეხმარებიან მათ, იქ შაკილ ონილი, იქ და ტიმ დანკანი და შემდეგ და ეს შემდეგ, მაგრამ მოვიდა ეს ბიჭი და ამან საერთოდ გადააღირავა ყველაფერი, ხო? ერთ-ერთი თამაში სან ანტონიოსი გოლდენ სტეიტის წლევანდელ წელს რეგულარში მიმოხილვას უყურებ 10-იან მიმოხილვას და უთმად დავაფიქსირე რომ სამგუნიანის გარდა არაფერი არ ხდება გოლდენ სტეიტი ვიღაცას ეთამაშება დამაინტერესა და გადავედი მერე უკვე პირდაპირ შევედი ანუ ნახე სტატისტიკა აი რამდენი შეიძლება ორივე გუნდს ერთად დასრული ქონდეს სამგუნიანი აი თქვენი ფანტაზია რას გასწრება 120 შეიძლება 120 60 ორივეს ნუ 65-ზე მეტი გოლდენ სტეიტი და დანარჩენი მეორე გუნდს ნუ ეს კალათბურთი არ არის იმიტომ რომ ხანდახან ისიც არის რა ქვია არასასიამოვნო ჩემთვის მტკივნეული არის რომ აი კლასიკური პლეიმეიკერების ადგილი აღარ დარჩა არა მხოლოდ პლეიმეიკერები კალათბურთი შეიცვალა და კალათბურთი ზოგისთვის გახდა შოუ ზოგისთვის გახდა არაკურებადი პლეიმეიკერი რა მაღლები დინოზავრებად იქცა ეხლა просто ამგებანიამ არის ხო აი კლასიკური ცენტრები უკვე აღარ არსებობს ცენტრები იქცა დინოზავრები ტიპები რომლებიც აი პოსტიდან თამაშობენ ხო მაგას თავისი ხიბლი აქვს მე მაგალითად ძალიან ჰაკიმის მოძრაობები მომწონს აი მინდა რომ კიდევ ხედავდე ასეთი სტილის ცენტრებს და უშუალოდ ლიგაში ცენტრები აღარ არის სამწუხაროდ არა იმიტომ რომ აღარ არის ამიტომ საჭიროა არაეფექტური გახდა მაშინ უნდა იყოს შაკისტაერი დომინანტი. ეხლა ვემბანიამა თქვენ წარმოედგინეთ, რომ გახდეს, აი თუ გახსოვთ პირველად რომ მე და იანის ანტეტეკუმბო ლიგაში. ესეთივე ჩარჩასეთი გავხტარი და როგორი გახდა ხო ორ წელიწადში. ეხლა ვემბანიამა რომ მაგზით წავიდეს და ეს რო წავიდეს ძალაში. ნუ იქ შესვლა შეუძლებელი იქნება. მე ხო ძალიან უკვე აზრი აღარ ექნება. გაცვაში მოუმატებს მაგზით რო წავიდეს მაგრამ იმიხრა მოხრას ცოტა დაგარგოს. პლასტიკას ალბათ დაკარგავს. ბატონო, თუმცა ვემბანიამა განსაკუთრებული თემაა. იყო ერთი კალათბურთელი, რომელიც თავის ხასიათის გამო მერე ლიგამ უბრალოდ დაიძულა რომ კალათბურთს თავი დაენებებინა. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სწორედ ჰაკიმ ოლაიჯონის დროს იყო მაგი, იყო რალფ სამსონი. ხო, ერთ-ერთი რომელიც იყო არანორმალურად პერსპექტიული, ესეთ პერსპექტიული პერიოდში არავინ არ იყო. 84 თუ 5 წლის და ოლსტარი ნახოთ იქ მიხვდებით უბრალოდ და იქ თამაშები რო იყო. და შემდეგ მოხდა ის უდიდესი ჩხუბი რო იყო ბოსტონ გარდენში. მაშინ სწორედ მან იჩხუბა მთელი გუნდი რამის დახოცა და დისკვალიფიკაციები და აი მაგის ისე აეწყო კიდევ ვითომ ითამაშა. მის შემდეგ ესეთი პერსპექტიული ლიგას მე ვფიქრობ, ხო, პერსპექტიული არა მხოლოდ პერსპექტიულები ხა დონჩიჩს და სიმაღლესთან კავარიდებით ანთროპომეტრია მაღალი, სწორედ მისი სიმაღლე იყო ეს რაფსა. 224. ასე იყო. ხო და ამ ბიჭსაც აქვს ამ ყველაფერთან ერთად ამას ტექნიკა მოძრაობებია გარედან სროლა აქვს და იქ ყველაფერია ნამდვილად მოვლენაა რა და
მისი როა მომავალი არა მხოლოდ მისი, მაგრამ მისი ეპოქა იწყება. თავარი ხო. უბრალოდ შეიძლება ვთქვა, რომ ამ პლეი-ოფებიდან მისი ეპოქა დაიწყო. დაიწყო უკვე კი ბატონო. ფინალში თუ გავიდა, კი ბატონო, მე ესე იგი წამყვანის იმით ვისარგებლებ, ეხლა სეკუნდამერი არ მიჭირავს, ტაიმერს არ უყურებ, მაგრამ რომ მოვასწროთ ჩვენთვის აუცილებელი თემები უკვე ევროლიგაზე გადასვლის დრო გვაქვს და პირდაპირ ოთხთაფინალზე მივიდეთ. ოთხთაფინალზე ჩვენ მქონდა საუბარი, ახლა უნდა მივიდეთ ფინალზე. ანუ ფინალი არ იყო. მე ოთხთაფინალს. რა თქმა უნდა შეგვიძლია ოთხთაფინალი კომპლექსი ვიტყვი უბრალოდ რომ ოთხთაფინალის ნახევარფინალებზე ის რომ ოლიმპიაკოსი მოიგებდა ფენერბახჩესთან მე ნამდვილად მჯეროდა და ვიცოდი. იმიტომ რომ ფენერი არ იყო ისეთი კარგი როგორც იყო საწყის დასაწყისში და მithumetes შუა პერიოდში როცა პირველ ადგილზე იმყოფებოდა და ოლიმპიაკოსი კი პირიქით ოლიმპიაკოსი უფრო და უფრო უმატებდა სასწაულად მოუმატა და ასე რომ შეიძლება მოულოდნელი არ იყო რაც შეეხება უკვე მეორე იმას მე სეზონის ახლა ჩვენ ალბათ უყურებთ და ჩვენ ტელევიზიაში გვაქვს და ძალიან დიდი დოზებით ვაშუქებთ ამ თამაშებს და უჩვენებთ ამ ლაივებს ხო და იქ ვამბობდით დასაწყისში რომ ყველაზე სწორ, ყველაზე ლამაზ, ყველაზე კარგ, ყველაზე სანახაობრივ და ყველაზე შედეგიან თამაშს კალათბურთს თამაშობს ვალენსია. კი, ჩვენც მე უბრალოდ ძალიან მინდოდა. წარმოუდგენელი იყო ორი თამაში წააგო სახში და მერე ათენიდან წამოიღო ორი და კიდე მოუგო. ნუ ფანტასტიკი სპერო, ხო? თან რა თამაშები? უბრალოდ ვალენსიას არ იყო გამოცდილება, არ იყო ის ფსიქოლოგიური მომენტები, რომ აი იმ ლოგოს, რასაც რეალი ქვია, იმას ვერ მოერია. ხო, დიახ. იმ გამარჯვებულის მენტალიტეტს ვერ მოერია, რასაც ფეხბურთშიც განვიცდი, კალათბურთშიც ყველგან სადაც არის, რომ რეალის მაინცური რომ გაცვია ნებისმიერ სპორტში, რაც იცი და რაც არ იცი, იმასაც აკეთებ. ტურზე აფრიკაში ტურზე მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულ მდგომარეობაში იყო და არა დავარიში. გადავერებული გუნდია. რაც შეეხება ახლა ფინალს, მე კიდევ ერთხელ ქედი მინდა მოვხარო რეალს. კი, ზუსტად. არ მეგონა ეგრეთ უემებოდი. და იქ არავინ არ ეცეს იმ მოწამიან ფოკუსში, რომელიც ჩაუტარა რეალმა და ის ბურთი რო ჩავარდნილი იყო ფელზის ნასროლი. ვიღაცა ამბობს, რომ იქ შეიძლება იქ პასი გაეკეთებინა კიდე ერთი ექსტრა პასი ხეზონიაზე, მაგრამ ეს არის ინსტინქტები და რავინ არ შეხვიდეთ შეცდომაში, როცა შენ ხარ მოთამაშე, როცა იმის წინ წამებით ადრე სამქულიანი აქვს ჩაგდებული, იქ არ გასცემ პასს. თუ კი შენ რა თქმა უნდა რაღაც მანტრაში რაღაც შეგიპყრო ხო და აბსოლუტურად ფელიზის სასროლი იყო ის და უბრალოდ ვერ ჩააგდა. თორე არავინ არ ისმენე რა მოხდა. სულ თორე დააკვირდა. მაგრამ ძალიანობაში მე ვხედავ რომ ჭროც საკლებად გვაქვს და ალბათ ქართულ კალათბურთთან ეს უნდა მივიდეთ ხო? ძალიანობაში ოლიმპიაკოს ვერავინ ვერ დაზრახავს რომ რაღაცა წელს არასამართლიანად რომ იყო არ იყო ღირსი მოგების, იყო ნამდვილად ღირსი. მისი ბრალი არ არის, რომ გარუბა და ლენი და რასტავარია ტავარესი დაილეწნენ, ხო? არ იყო ეს ოლიმპიაკოსის ბრალი, ეს მოხდა. და მიუხედავად იმისა, რეალს კვლავ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ამ გუნდის არ ვიცი, შეუძლებელიც შეიძლება მოახდინონ, რაც და გაუკეთა სამაგერო აუგო, ხო? ლულის იმ ნასროლის გამო, 2 წლის წინანდელის ანუ თქვათ, ერთადერთი რაღაც გული დამწყვიტა იყო ის, რომ არასწორად მიცეს ჩემი აზრით MVP, ვითომ კოჭი გაუგორეს. ანუ ფურნია არის არა, ფურნია ცუდად არ ითამაშა, მაგრამ იქ იყო კაცი, რომელმაც 2 თამაში. ზედის და არცერთი ბურთი არ ააცილა, ყველაფერი გააკეთა, ხო ალექს პიტერსი. რომელსაც ეკუთვნოდა MVP და უბრალოდ მიცეს იმ თამაშის და არ მიცეს. თუ ოთხთაფინალი და ფინალების MVP-ა აი, მაგრამ ვითომ ეს გული მოიწადა და ბურთი არ გაუფუჭებია. მიცეს. ასე რომ ოლიმპიაკოსი არის ღირსეული ჩემპიონი, რეალი არის ღირსეული ვიცე-ჩემპიონი, ვალენსია არის ამ წლების აღმოჩენა და ყველაზე კარგი და სწორი კალათბურთის თამაშებელი გუნდი და პედრო მარტინესი დღეს არის ევროპაში საუკეთესო მსმენელი ჩემპიონი. ნამდვილად გეთანხმები. აი მწვრთნელებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი. აი უცებ რა ერთი წუთი რომ დავუთმობთ NBA-ში გამოვლინდა წლის საუკეთესო მწვრთნელი, ხო?
და რა უცნაურ ჩვენ საუბრობდით გუშინ რომ ჩემთვის საკმაოდ ეხლა უცნაური. რეგულარულის გამო მისცეს და მაგიტო. რეგულარულის გამოც თუნდაც პლეიოფ ვარ შედის მან რეგულარულის. მესმის რომ იქ ბოსტონი იყოს გასაგებია რა ფილადელფიასთან წაგებას რომ მოახერხებდა იმის მერე რომ მოგცემენ იმას რა. რა არის ფლევა იქ გასწაგი. ანუ კი მესმის რომ ბოსტონი იყო ლიდერები გაუშვა შესუსტებული იყო და მეორე ადგილი იყო ძალიან მაგარი, მაგრამ ბიგერსტაფმა რაც გააკეთა დეტროიტთან ერთად ჩემი აზრით ის მეტი იყო. ჯონსონიც ხო. თუნდაც სან ანტონიო რა კარგად შეკრა ჯონსონი. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე რომ იოკიჩს არ მიცეს როცა ეკუთვნა. პასუხი გაცემული. ასე რომ ეგ მაგას არ დაგწოდე. ცოტა ისეთი თემა. ცოტა ის იყო რა ჩემს მოულოდნელი რა. თუ გუშინ მორჩა სუპერლიგის ფინალი. ხო, გუში ბათუმში დაიხურა რა სუპერ. მოხდა საბა გითხარი გორი ისეთი. მოხდა და მოგებული გასურვაც მაგას ქვია. მე წარმოუდგენელი. ჰიუსტონ როკეტსი. მე გავჩი შემეთქი დამთავრდა თამაში თქო. არა, მე არ გამითიშავ. გამითიშია. მაგრამ არა, ეგეთი რამეები ხდება ბიჭებო ძალიან იშვიათად. ანუ მე არ ვიცი ხა იმას ვერ დავაბრალებ თესეულს რომ გამოცდილება არა აქვს რამე ხო იქ ყველაფერს ხარ დავანებოდა ის უცხოელებიც არიან მაგრამ ეგეთი თამაში წაგება წარმოუდგენელი. 8 6 იგებ 7 77-ით 70 იყო. არა მე ვამბობ წუთში შედიხარ 6 ხო, კი, წუთში შევიდნენ 6 ქული. ბურთი შემგა და ვორთ ხო. და იმას რა როკეტსი გააკეთეს რა ეხა ის რომ ვიღაცა აკრიტიკებს ფევაძეს ადამიანია და აცილა ხო ხა. და ფევაზე ძალიან მიმეს უნდა და იმურთი ჩაგდა. არავის ჯორდანსაა გაცილებული და ყველა აცილებს. ასე რომ კი შენ როცა პრაქტიკულად პრეტენზია გაგოგონ თვითონ კი არა აქვს ჩვენ ვიძახით რომ საქართველოში მოთამაშე ქართველი კალათბურთელებიდან შეიძლება ყველაზე საუკეთესო თუ არა პრეტენზია გაქვს საუკეთესოებაზე შენ თვითონ ხარ მე და ასე ვთქვათ წნეხში რომ როგორ ერთი ბურთით ჩარო როგორ ვერ ჩავაგდე მაგრამ ხდება ასე რომ ეს კრიტიკას იმსახურებს ესა იმის გამო რომ წააგდეს კრიტიკას იმსახურებს კიდევ ერთი ამის გამო რომ წუთნახევრით ადრე როცა ექსკურსიას აგებდნენ ხელები ჩამოუშვეს. გავიგე ფსიქოლოგიურად რომ ძალიან ეს ოვერტაიმში უკვე ხო? ოვერტაიმში 9-0-ს როცა აგებ, ხო? მაგრამ წუთნახევრით ადრე არც ერთი შეტევა ოვერტაიმში ჩემი ხელა შოკი იყო, ფსიქოლოგიური ხელა შოკი იყო ის რომ ოვერტაიმში გადავიდა საერთოდ თამაში. და ამაშია. იქ უკვე გატყდნენ. სრელისას და მოთამაშის. ბათუმი არ გატყდა ბერი. ეგეთ მომენტში ბათუმი რატო არ გატყდა? ნო, ბათუმს ნამდვილად იქ წვრილმანებზე რომ იქ შეიძლებოდა იმ ამერიკელისთვის არმიასაც იმის შესაძლებლობა რომ სამკურიანი ესროლა უთქულაზე სტედბეკით მაგრამ მანდაც არის ლევანდელ კალათბურთში მოთამაშეები იმდენად ეშმაკობენ რომ შეიძლება მიღებული არ კონდეს ბურთი შენ დაჯარიმდე და იმან სროლისაცია გააკეთოს ძნელია ახლა ეგრეთ თქმა მაგრამ თლიანობაში გარანტირებული მაყურებლებისთვის მეხუთე თამაშის მოგაკეთე. ჩვენ დაგვაზარალეს პატა. ჩვენ გონდა გეგმა რომ აი მეხუთე თამაშზე ჩვენი გუნდით აკრედიტაციით, იქ გასახდელში ინტერვიუებით, რაღაცეებით და არა უშავს ეს ყველაფერი მე მინდა ბუბა ბერიშვილს მივულოცო, იმიტომ რომ ყოჩა ბუბა ძალიან მაგრად უმუშავია, ვიცოდი ისედაც და სულ მუშაყუტკარი იყოს მოედანზეც. სამყაროშიც ეგ აზრი მუსირებს რომ ეკუთვნოდა ბუბა ეს მოგება, ეკუთვნოდა ბათუმს ეს მოგება და არანაირი ის არ არის. მეხუთე თამაშის რო ყოფილიყო ვერავინ ვერ იცის რომ ესე ვიქნებოდა არა ხო მეც დავეჭდილება დამჭა რომ ასე რომ ღირსეული ჩემპიონი კი გილოცავ პარტნიორს და ბათუმებს უსურვებთ ესეოს რომ მალე გამოვიდეს ამ კროგიდან და მოვალთას ასევე იბრძოლოს უმაღლესი მიზნებისთვის და ბათუმი მე მგონი შეინარჩუნებს არის ძირითად შემადგენლობას შეიძლება მომენტესა ქართველებიც არის მაინც დაკომპლექტებული რაღაცები ძალას ლომიძე ბაბილოძე კაკი თვალიშვილი კარგად იჭერდა ოჩხიგიძე იმიტომ ვახსენე პირველი რომ იგი ნაკრებშიც იქნება ოჩხიგიძე ძალიან წარმაგარი და დათოლომიძეს ულოცავ განსაკუთრებით ჩვენ ერთ დროს თამაშობდით ერთმანეთს წინააღმდეგ ბევრი გვითამაშია და დავით ყოჩა და ყველაზე ძლიერ ლეგიონერიც ბათუმს ყავდა წელს ის ტომასი ყველა კი ნამდვილად და დამსახურებულად მოიგო ფინალების MVP მე ცენტრიც მომეწონა რა ბაშამი სხვათა შორის აი მის სამკურიანობას აფშეტევის დანო ჩააგდენ ტომასმა მან მოხდა გარდატეხი მან მოხდა იმიტომ რომ ეს ნიუანსი ხო ჯერ ამდენია დარჩენილი არა
არის შეიძლება მეორე მეოთხეში, მესამე მეოთხეში რაღაცა მოხდეს, რომელიც მე აბსოლუტურად არის გარდამტეხი მომენტი დამწყები მომენტი და ეგ იყო ზუსტად მაშინ რა. ისე თამაში მაგარი გამოვიდა ვაღიაროთ დასამახსოვრებელი. ხო, იმ ნეხვატკაში დამტოვეს მეხუთე თამაშის თორემ. და რაც მესი ამორა კიდევ ატმოსფეროც იყო დარბაზში საკმაოდ კარგი. თუმცა მოწყურებული კონტროლად რა ეს გახარება და ის ამას გაასწორა ხო ეგ. ზოგადად კონკურენტული ჩემპიონატი იყო ისე და ვერ იტყოდი გინდა რეგულარული გინდა პლეიოფის თამაშები რომელი როგორ წამოვიდოდა თუნდაც მესამე ადგილს კი არ აქცევდი ყურადღებას და ოთხთაფინალში ძალიან მესი ამოვნა რომ არაფრის თქვენი მესამე ადგილისთვის გააუქმეს საკურებლად არ ღირდა და დროის ხარში აი ვისარგებლებ შემთხვევით და მე მინდა იმ ახალ გუნდს რომელიც მესამე ადგილზე არის და ორბს საქართველოში ორმა ქუთაისში და ირაკლი ტომარაძეს და იმ ბიჭებს და იმ სტაფს რომლებიც ჩემი მეგობრებიც არიან მიგდა ჩემი ახალგაზრდა მეგობრები მე მინდა მათ მიულოცოს წარმატება იმიტომ ძალიან დიდი წარმატება იმისთვის მესამე ადგილის კი ბატონო აბარა ბრინჯაოს მედლები და უსურვო რომ აი ეს ენთუზიაზმი შეენარჩუნებინოთ უკვე მომავალ წელს ასე რომ მეგობრებო იარეთ სუპერლიგის თამაშებზე და თქვენი ჩართულობა ნამდვილად როცა გულშემატკივარი არის დარბაზში უკვე სხვანაირი ატმოსფერო იქნება კავალუც უფრო კარგად გამოიყურება იქ მოედანზე რაც ხდება და ამიტომ როგორც ერთი ორჯერ რეპორტაჟი დაწყებულა და ზოგჯერ ხმარო არ მოდის და მარტო კომენტატორის ხმა გესმის თუ რაღაცა არ მოგწონს რა რაც არ უნდა მაგარი თამაში მიდიოდეს ის თუ არ მოდის ის ხმა გულშემატკივრის ჩვენ ძალიან გული გვწდება რომ ბათუმში ვერ მოვახერხეთ ჩასვლა მე ხლა უმომავად გული გვწდება მაგრამ გამოვასწორეთ იმედია თქვენს ყველაფერი იხვეწება თქვენს ანუ ესე იგი სად მივედით საქართველოს ჩემპიონატის დაბლოება იყო საკმაოდ კარგი დრამატიზმით გაჯერებული თამაშები და სუპერლიგას ხობს ღირსეული ჩემპიონი. ოთხთაფინალსაც ხო ტიგვინდოდა ის ნახევარფინალები ცოტა ისეთი ყოფილიყო და ოვერტაიმები და რაღაც რაც იყო თავარი ღირსეული ჩემპიონი. ზოგჯერ არის სეზონი რომ რაღაც რომელიღაც გუნდი ხდება ჩემპიონი და რაღაც უკმარისობის გზნობა გაქვს და ვერთან ამას რაღაც აი წელს ესე მიდიოდა. ალბათ NBA-შიც დაიწყება. მოიგოს თუ ნიუ-იორკმა მოიგო, ბერამის ვერ მოუბრუნდება. ანუ სამი გუნდია დარჩენილი და რომელიც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ვერ იტყვი რომ არ ეკუთვნისო რა. ეხლა ბიჭებო, პატაკვა სტუმრად და მისი როგორც დიდი კალათბურთელის დიდი პიროვნების პორტრეტისთვის ჩვენ გვაქვს ეს ტრადიციად რომ მისი საკალათბურთო გემოვნებაც გამოვიტანოთ ჩვენს პოდკასტში და ამით ვამთავრებთ. გავდივართ. თუმცა მოდი სანამ ამას ვთქვით მე მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ეხლა იმ სფეროში რასაც კალათბურთი ქვია და ის რაც ყველაზე ძალიან გვანაგლებს ეს არის სანაკრები. მე მინდა უბრალოდ თქვენთან ერთად ჩვენს ბიჭებს წარმატებები უსურვო როგორც რიგაში უკრაინის ნაკრებთან შემდეგ უკვე და ბევრი დრო არ არის დარჩენილი სულ რაღაც თვედადღეები დარჩენილი იგივე შემდეგ უკვე ესპანეთთან და იქნებ მესამეთაც მოუგოთ ამ ესპანეთს რა და ჩვენი ლიგაში გამარჯვება უკრაინის ნაკრებთან იქნება ძალიან წინ გადადგული ნაბიჯი რომ საქართველოს ნაკრები ძეგლზე მეორე მოხდეს სოფლიო ჩემპიონატზე ძალიან წინ გადადგული და ამას თუ ჩაროზად დავახმაროთ ჩვენ ესპანეთის ნაკრები ეს იქნება უკვე პრაქტიკულად კარების გაგება ასე რომ მოდი თქვენთან ერთად მე მინდა მithumetes ლეგიონერები არიან მithumetes ლეგიონერები რა იყო და ამერიკელები არიან მithumetes კარგი ლეგიონერი ყავს მართალია გუშინ წააგო მაგრამ ძალიან კარგად ააკნა თამაშები რითაც და ყველამ ერთად უსურვოთ ჩვენ ნაკრებს წარმატებები იმ ორ თამაშში და შემდგომ რა თქმა უნდა იმ შემდეგ მატჩებში რომელიც ჩვენს გვირდებით ჩვენი გადაცემის ეგრით ლაივ გადაცემასაც გავაკეთებთ, როგორც კი მატჩი დასრულდება, ასე მატჩიდანაც გავაკეთებთ რეპორტაჟებს და მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ჩვენი ნაკრების წარმატებაში და ასპარეზობაში. ეხლა გისმენთ. აი დაუბრუნდეთ ესე იგი ხუთეული all time NBA-ით დავიწყოთ.
NBA-ის ყველა დროის. ნო, point guard-ი. ნუ, მე მოდი ზემოდან დავიწყებ. ოკეი, ზემოდან დავიწყებ. უბრალოდ სწორედ დავიწყებ იმ ორი მოთამაშით, რომელსაც ფეხს არც არავინ არ უცვლის და არც მე არ უცვლი. ეს არის 2 და 4 ნომრის პოზიციები. ნუ, ჯორდანი რომ უნდა იყოს, ყველა ვიცით, ხო? და არავინ არ არის ისეთი, რომელიც იტყვის, რომ ჯორდანი არ უნდა იყოს. ისევე ზუსტად მაკდონის ხელშეუხებელია თიმ დანკანი 4 ნომერს. არანაირი კითხვები არ არის თიმ დანკანთან დაკავშირებით, არათუ ჩემთან, არამედ არავისთან, იმიტომ რომ თიმ დანკანი არის ის, რომელმაც აუცილებლად უნდა ეკავოს ეს პოზიცია. ჩემი ფილოსოფიით ძალიან მიჭირს მეხუთე ნომრის პოზიცია, იმიტომ რომ იქ არის შაკი, რომელიც მე არ მინახია იქ ჩემბერლენი, ბილ რასელი არიან, ისინი არის პატრიკ ივინგი, არის კიდე ძალიან ბევრი, არის იოკიჩი, ყველაფერს უთავიდან, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემს გემოვნებაში შევდა ხაკი მოლაიჯო. ჩემს გემოვნებაში მე ბოდიშ ქარიმ აბდულ-ჯაბარი აი საბოლოო ჯამში შაკი ქარიმი ძალიან მოხარული ვიქნებოდი აქ საბონისი დამესახელებინა, მაგრამ ნუ რეალობა ეგ არის რომ უნდა ავარჩიო ჯე იოკიჩი, რადგანაც მოქმედია, მოდი იოკიჩი ცოტა ხანი თავი დავანებო. ქარიმ ძალიან ჩემი დიდი პატივი სცემა და შაკს, მაგრამ მე მაინც ჩემს საყვარელი ხაკი მოლაიჯოს დავასახელებ, იმიტომ რომ ყველა ძალიან მის თამაში ხიბლავდა. რა დაგჭა? ის პოზიცია რომელიც ამერიკელებმა და ძალიან ბევრმა ამერიკელებმა გაწიეს ის კაცი, რომელიც მათ სიმბოლოა დროშა და ყველაფერია, ლარი ბერდი და დასვეს ლებრონ ჯეიმსი. მე უდიდეს პატივს ვცემ ლებრონ ჯეიმს და ვამბობ, რომ ისნაირი სპორტსმენები საუკუნის შეწყდებადებიან. კალათბურთელიც შეიძლება მეორე ადგილზე იყოს ჯორდანის შემდეგ, მაგრამ სადაც ლარი ბერდია, იქ ჩემთვის კალათბურთი არის დღესასწაული და ზეინი. ამიტომ მესამე პოზიციაზე აუცილებლად ლარი ბერდია და არა ლებრონ ჯეიმსი, იმიტომ რომ ის იყო მისტერ კალათბურთი, ის იყო ყველაფერი, ის ინტელექტი ყველაფერი გადმოტანილი მოედანზე და სიხარული, რომელსაც ჩვენ მივიდეთ. ეხლა რაც შეეხება პირველი ნომრის პოზიციას, კარის ამბობენ რომ უნდა შეაწუხოს, მაგრამ ჩემთვის კალათბურთი გვთავდება, სადაც მეჯიკ ჯონსონი აიპას გააკეთებს, ასე რომ სურო შეცვალონ, კარი არის ჩემი საყვარელი კალათბურთელი, სურო კარი გახდეს, სურო ვინმე სხვა დაიბადოს, ჩემი საყვარელი კალათბურთელი არის მეჯიკ ჯონსონი და მაგ პოზიციაზე მის კონკურენტს უბრალოდ მე ვერ არის. ოკეი. ეს არის ჩემი ხუთეული. მეჯიკ ჯონსონი, ჯორდანი, ლარი ბერდი, კიმ დინ დანკანი და ხაკიმი. ნუ აი ცოტა შეიძლება ისე ვარ, მაგრამ აი ეს ხაკიმი მოვიჯო. ოკეი. საინტერესო არის ხუთეული. მოდი ევროპაში ჩამოვიდეთ, ვარენ და ევროპული კალათბურთის სულთნები. ევროპული კალათბურთის ხუთეული. ანუ ევროპელებისგან. აქ ეხლანდელი? არა, ყველა დროის. ყველა დროის ევროპელებისგან შემდგარი საფიქროა, ძალიან საფიქროა, იმიტომ რომ ძალიან რთული იქნება მაგის თქმა. მე ევროპელი ახლა იოკიჩი ჩვენ ვეძახით ევროპელი. კი, რა თქმა აბა, ვეძახით და და საბონისი რომ მინდა ძალიან მეკი. აბა, ახლა სუბიექტურია და ნუ ეგრე NBA-შიც არის კონკურენცია ხარ ანაკლები. ხო, ნუ მაინდა-მაინც იოკიჩია, თემა არ არის. ეხუთე იოკიჩი, ხო? აუცილებლად, ხო, ნუ ბოდიში შემძლვა კაცმა ეგრე. ჩვენ არ ვეთქვით. მე ვერ შეგეს. იმედია უყურებს. ტიტრებს გახო. ვაა, საინტერესოა. 4. მაინც საშა. ვოლკოვი, არა. ვეზენკოვი. ნუ არა ნოვიცკი? თუმცა ნოვიცკი შეიძლება ხო. მე ეგენ მავიწყდება რომ იქ რო არიან. შენ იგებს მიათვალე ახლა ამერიკელებს. ნუ არა ნოვიცკი არა იანის ატეტოკუმპო თუნდაც. იანისი ან ნოვიცკი. ეგრე მაგრამ ნოვიცკი უფრო დიდია ჯერ. არასწორია ესე გაყოფა რა. ეხლა ნოვიცკი და იანისი რო დავაყენოთ, მაშინ იქ ევროპელი გამთამაშებლებიც უნდა მოვიყვანო და სპანულის და დიამანტის. არა, ჩვენ საუბარი უბრალოდ ევროპაში. მოდი NBA-ის სკაუტები არ გვინდა. არა, როგორ არ გვინდა, კაცო. ევროპელ კალათბურთელებზე. ეხლა ნოვიცკი როგორ შეიძლება? ეხლა გასული უნდა გაწიო გვერდზე, ხო? ნოვიცკი უნდა დააყენო 4 ნომრის პოზიცია. მასე გასული NBA-ში იყო, მაშინ და გავშტრაფოდნენ. მაშინ ბითაძე და მამუკელაშვილი ვერ გვიხსენებია, კაცო. აი ბატონო. არა, ეგრე, უბრალოდ ევროპელები. 3 ნომერი. უსპად. 3 ნომერი. შევინა. მესამეა, ცოტა სოწებარი. კარგები იყო იქ. კამიშოვასიც იყო იქ.
ერთხელი შოელი რთულია ეგრე რა მოდი ხა კანდიდატებიც არ მახსენდება ესე ყველა პეჟა სტოიაკოვიჩი პეჟა ალბათ იყო ჩემთვის პეჟა ება რამდენიმე არის გამიჩნდება მედრად ანილოვიჩი ჩემს საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი იყო პაპა ლუკასი მაგრამ პაპა ლუკას 3 ნომერზეც იყო 2 ნომერზეც იყო პირველ ნომერზეც იყო ხო ნუ თქვენზე არის ეგ და თრეილერ ჩასავაშებელი და მეორე ნომერი სადაც არსებობს ალბათ სპანულის მეორე ნომერი ეგ უნდა იყოს რა და უბრალოდ მე ძალიან მომწონდა და ძალიან მიყვარდა შარლოს იასკევიჩის თამაში. მეც ძალიან არასი პირველ ნომერი. ხო, ალბათ დიამანტიდისი და იასკევიჩის მე მაგორი შორს უნდა ავარჩიო, თორე ეხლა ანდელის ლუკასი გასაგებია, მაგრამ ან დიამანტიდისი ან ვაჰ, საფიქროли მომეცით თავის საფიქროებს. ტონი პარკერი? მენტონი პარკერია ჩემთვის ულაპარაკეთ მაგალითად. დაუკარგეთ ახლა კაცი. ძალიან ისეთი ის მაკრაგვია. არა, იმიტომ რომ მართლა ძნელია რა. ბევრი მართლა რთულია, იმიტომ რომ იქ მე ვფიქრობ მაინც რომ პარკერი ალტერნატივაა მან გამთამაშებელს. არიან კიდე მოთამაშეები, არის ლული, არის არ ვიცი რამდენი. ნიკოს გალისი. არის ძალიან ბევრი მოთამაშეები. პარკერი მეორედ რომ მოვალ მაგით შევძოთ. პრამეცადინები. ხო მე 20 კაცი შემიძლია ჩამოგითვალო, ვისაც შემიძლია დელიკატურსაც, ერთ დელიკატურსაც. მოდი ყველა დროის ქართული ხუთეულიც დავასახელოთ. ახლა მეგობრებს არ დაწყდეს გული და ეგ ძალიან ძნელია. ეგ ძალიან ძნელია და ძალიან მე არავის არ უნდა დაწყდეს გული, იმიტომ რომ მე ოთარ კორკიას თამაში არ მაქვს, თამაშობს საბჭოთა კავშირი ფერზე ედგა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო კალათბურთელი იყო, მაგრამ ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ოთარ კორკია არის ჩვენი ჰიმნი, დროშა და მე სწორება გვაქვს ოთარ კორკიაზე. აქ მიშაზე არის ლაპარაკი. ოთარ კორკიაზე 20 წამიან ჩართვას გავაკეთებ. ოთარ კორკიას ვახსენებენ ახალგაზრდებისთვის. 1980 წლის ოლიმპიადისთვის გამოვიდა რუსებმა დაბეჭდნენ მოსკოვში დიდი ესეთი ცნობარი რა ალბომი, სადაც ოლიმპიურ სახეობებზე და ეგრეზე იყო ფერად ილუსტრაცია ყველაფრით და თან აი ფეხბურთი საუკეთესო კალათბურთზე იყო, ესე ორი გვერდი გაკეთებული და 1980 წელია. იცოდეთ რომ ალექსანდრე ბელოვი უკვე აღარ თამაშობს და სერგეი ბელოვს ის შემოაქვს, რა ქვია, ჩირაღდანი უკვე დიდი ხნის მოთამაშეა და ოლიმპიადა მოგებულები აქვს. და აი ზუსტად სიტყვით ეწერა ანუ ახლა საბონისი და იგი მერე წამოვიდა 1980 წლის მდგომარეობით საბჭოთა კავშირის კალათბურთის ელიტა თვლიდა რომ ყველა დროის საბჭოთა საუკეთესო კალათბურთელი იყო ოთარ კორკია. ეს ეწერა რუსულ მოსკოვში იმ შოვინისტი რუსების გამოსვლით. ნამდვილად ესე იყო. თუმცა ვადონ ოთარ და ოთარ ბიძიას როგორც ჩვენ მას ვეძახდით უდიდესი პატივი და ქართული სპორტის და არა მხოლოდ კალათბურთის არის ცოცხალი როგორ ლეგენდა ის რომელზეც სწორება გვაქვს, მაგრამ ჩემთვის 5 ნომრის პოზიცია უბრალოდ ერთმნიშვნელოვნად ნიკოლოზ დეროგინია. ერთმნიშვნელოვნად არ არის, კითხვები არ არის ჩემთვის უბრალოდ რა. ესმის. ოკეი. რაც შეეხება მესამე ნომრის პოზიციას, აქ არის აქაც არანაირი კითხვები არ არსებობს ჩემი საყვარელი კალათბურთელი და ჩემი რა ვიცი, უფროსი მეგობარი ღმერთმა გაანათლოს მიშა კორკია. აქ უბრალოდ არ არის თემა. არც პირველ და მეორე ნომრებშია ჩემთვის რაღაცა ისეთი რაღაც რომ მე კი დავიწყო ფიქრი ურამ მინაშვილი რომელიც იყო უნიკალური კალათბურთელი რაც გადმოცემებით ვიცით და რაც და ნუ რა თქმა უნდა ის რომელიც აგერ უკრინა საკო რა თქმა უნდა მინაშვილი საკანდელიძე კორკია და ჩემთვის კოლადე რუგინი ხო ისე მაქვს დიდი კონკურენცია და მეოთხე ნომერი რომელზედაც მე ვაყენებდი კიდევ ერთ ჩემს უფროს მეგობარს და ისიც ღმერთმა გაანათლოს ციცას, ანუ თქვენ უგრეხელიძე თუ გაგიგებთ ვლადიმერ უგრეხელიძე, მაგრამ ბოდიში მის სულთან იგი ჩაანაცვლა თორნიკში. თორნიკი შენგელი. აი ეს არის ჩემი ხუთეული. მე სუბიექტური შეიძლება სამტრედიელობითაც ჭირს, მაგრამ ჩემთვის თოკო შენგელია ყველა დროის ცოტა ყველაზე
დიდ ქართველ გალადბურთელად მიმაჩნია. მოდი არ მიწყინოს მე რასაც ვამბობ, მე ყველგან არ მოვერიდი არსად და მე ვიზახ იმის გარდა რომ თოკო ჩემი შვილია. აი შვილივით მიყვარს და როგორ გულშემატკივრობ ქვეყანამიცის. მაგაზე არ არის საუბარი. მოდი ემოციები გადავდოთ გვერდზე. მე ვფიქრობ, რომ გავიგე რომ ყავს ალახაძე გავიგე. ხოდა ღმერთო კარგად მიმყოფოს და ღმერთმა გვიმრავლოს ალახაძეები და ის მოჭიდავეები და ის ყველა ის ბიჭები რომლებმაც სასწაულები აკეთეს.